თავი მე-19. კორინთოში აპოლონის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო ქვეყნები. მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნებთ. მათ კი მიუგეს. არც კი გაგვიგონია თუ არსებობს სულიწმიდა. უთხრა მათ: რიღათი მოინათლეთ. მათ უპასუხეს: იოანეს ნათლისცემით. თქვა პავლემ: იოანე ნათლავდა მონანიების ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე. ხოლო მათ რომ ესმათ, მოინათლენ უფალ იესოს სახელით. როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმინდა და იწყეს ენებით ლაპარაკი და გაქადაგდნენ. სულ იყო 12 კაცი. შევიდა სინაგოგაში და 3 თვეს გაბედულად საუბრობდა და ირწმუნებოდა ღვთისმსასუფეველის შესახებ. მაგრამ რაკი ზოგიერთები გაჯიუდნენ და არ ირწმუნეს და საჯაროდ ლანძღავდნენ უფლის გზას. მაშინ მან მიატოვა ისინი. გამოაცალკევა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში. ასე გასტანა 2 წელიწადს. ისე რომ აზიის ყველა მცხოვრები ისმენდა უფლის სიტყვას, როგორც იუდეველები, ისე ბერძნები. ხოლო ღმერთი მრავალ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელით. ისე რომ ავადმყოფებს ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ მისი სხეულიდან და ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავისულები გამოდიოდნენ მათგან. ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც კი იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავისულის შეპყრობილზე და ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებს. ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის სკევას 7 ვაჟი. მაგრამ მიუგვა უმასულმა და უთხრა მათ: იესოსაც ვიცნობ, პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ? დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავისული იყო. სძლია და ისე სცემა ორივეს, რომ შიშვლები და დასახიჩრებული გამოცვიდნენ სახლიდან. ეს შეიტყო ეფესოში მცხოვრებმა ყველა იუდეველმა და ბერძენმა. თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი. მრავალი მორწმუნეთაგანი მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს. მრავალმა მათგანმა, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დააწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და 50,000 ვერცხლი აღმოჩნდა. ასე ძლიერად იზრდებოდა და ძალას იკრებდა უფლის სიტყვა. როდესაც ეს აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო მაკედონიისა და აქაიას გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: იქ ყოფნის შემდეგ რომიც უნდა მოვინახულო. მაკედონიაში გაგზავნა 2 თავისი მსახური, ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა. იმ დროს დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ. იყო ერთი ვერცხლის მჭედელი სახელად დიმიტრი, რომელიც არტემისის ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და კარგ მოგებას აძლევდა ხელოსნებს. შეკრიბა ისინი და მათი ხელობის ხალხი და უთხრა: კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა. ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში ამ პავლემ თავისი დარწმუნებით ამდენი ხალხი შეაცდინა. ასე ამბობს, ადამიანთა ხელთქმნილი არ არიანო ღმერთები. ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემისის ტაძარსაც აღარაფერი მნიშვნელობა არ ექნება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანს ასცემს მთელი აზია და ქვეყნიერება. ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსდნენ, მორთეს ყვირილი და ამბობდნენ: დიდია ეფესელთა არტემისი! მთელი ქალაქი მღელვარება მოიცვა. შეიპყრეს გაიოზი და არისტარქოს მაკედონელი. პავლეს თანამგზავრები და ერთსულოვნად გაეშუნენ თეატრონისაკენ. პავლეს სურდა ხალხში გასულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს. ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს, არ გამოჩენილიყო თეატრონში. ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი სხვას. ვინაიდან კრებული ჭრელი იყო და უმრავლესობამ არ იცოდა რისთვის იყვნენ შეკრებილი. ხოლო ხალხიდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელიც იუდეველებმა წარადგინეს. ალექსანდრემ ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლებინა ხალხის წინაშე. როცა შეიტყვეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველა მერთხმად იყვირა და თითქმის 2 საათს გაჰყიოდნენ. დიდია ეფესელთა არტემისი!
ქალაქის მწერალმა კი დააწყნარა ხალხი და თქვა: ეფესელო კაცებო, ვინ არის ის, რომ ქალაქი ეფესო მსახურია დიდი არტემისისა და ცით მოვლენილი ხატისა? და რა კი ეს უცილობელია, თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და წინ დაუხედავად არ უნდა მოიქცეთ. მოიყვანეთ ეს ხალხი, რომლებიც არ ტაძრის მძარცვალები არიან და არ ჩვენი ქალღმერთის მგმობელები. თუ დიმიტრისა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს აქვთ ვინმეზე საჩივარი, აგერ გვაქვს სამჟავრო შეკრებები და გვყავს პროკონსულები და უჩილონ ერთმანეთს, ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე გადაწყდება. ვინაიდან ჩვენ საფრთხე გვემუქრება, რომ ახლა დღევანდელი არეულობისათვის ბრალს დაგვდებენ, რა კი არ არსებობს მიზეზი ამ თავყრილობის გამართლება რომ შეგვეძლოს. ეს თქვა და კრება დაითხოვა.